ავიღოთ სწორი სარკე და მივუშვიროთ მას სინათლის სხივი. დავაკვირდეთ, რომ სინათლის სხივი რა კუთხითაც დაეცა, იმ კუთხით აირეკლა. როგორც არ უნდა გადავაადგილოთ სინათლის წყარო, ეს პრინციპი ყოველთვის შენარჩუნდება. არეკლა ყოველთვის მოხდება იმავე კუთხით, რა კუთხითაც სხივი ეცემა წყაროს. ამისათვის ავიღოთ საზომი ხელსაწყო და ვნახოთ რა კუთხე გვაქვს თქვა თლიანობაში აღმოჩნდება, რომ ეს არის 64 გრადუსი ჯამში. ახლა ვნახოთ მისი ნახევარი, ანუ ეს ვერტიკალური ხაზი, ამ კუთხის ნახევარი ნამდვილად არის 32 გრადუსი. შესაბამისად, ისევ გადავაადგილოთ სინათლის წყარო და დავაკვირდეთ, რომ ნამდვილად ხდება იგივე კუთხით არეკლა, რა კუთხითაც ეცემა სხივი. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ზედაპირი, საიდანაც სხივი აირეკლება, არის სწორი.